ეხლა მით უმეტეს რაც შეეხება კახაბ უცხეგიძეს. კარგად მოგიხსენებათ რომ მე ვცხოვრობ თერჯოლაში და იმ შემთხვევაში თუ მექნება მე თქვენი მხარდაჭერა და ნამდვილად დიდი იმედი მაქვს უნდა ვიარო ქუთაისში. ის მოსვლას მიუჩემია სულ არაფერი არ გააკეთოს კახაბ უცხეგიძე. სხვაში ვის გულისხმობ ხოლმე? არავინ არ მინდა სხვა. ჩვენ ახლა ვართ ზედა საზანოში აბაშიძეების სერზე, ჩემს ეზოში, სადაც მე მაქვს გატარებული ჩემი ბავშვობის, სიჭაბუკის, ახალგაზრდობის, შემდგომი ცხოვრების საუკეთესო დღეები. მე ძალიან მიყვარს ეს ადგილი, აქ ყველაზე მეტ სულიერ სიმშვიდეს განვიცდი. ეს სახლი აქ რასაც ხედავთ, პატარა ხის სახლი, აქ ცხოვრობდა მუდმივად ბებიაჩემის და, რომელიც გაუთხოვარი ქალბატონი იყო, აქ იყო ცნობილი მასწავლებელი და ისეთი ძალიან იმდროინდელი გავლენიანი ქალბატონი სოფელში. ჩვენ სულ მასთან დავდიოდით ხოლმე მე და ჩემი ძმა და შემდეგ ჩვენზე გადმოვიდა ეს ყველაფერი, ეს სიყვარულიც და ესეც ახლა ჩემს ახლად ითვლება. ბევრ ქვეყანაში ყოფილ ვარ. ძალიან მაგონებს ეს საერთოდ საზანო, თერჯოლის რაიონი იტალიაში ტოსკანას რეგიონს, მაგრამ მიმაჩნია რომ ტოსკანაზე უფრო ლამაზია. გაუმარჯოს იმერეთს და გაუმარჯოს თერჯოლას და ზედა საზანოს. მე პირველად აქ მოვხდი ალბათ 20 წლის უკან. და ჩემი შტაბ-ეჭვლებები იყო ძალიან დიდი. ეს ეზო, ეს პატარა სახლი, ის ადამიანები, რომლებიც აქ მე დამხვდნენ, ჩვენი მეზობლები. დღეს რაღაცნაირად სხვანაირია ყველაფერი. ზაზას ძალიან უყვარს ეს მხარე. იმდენად რომ მე ძალიან შემიყვარდა. აქ მართლა სულიერი სიმშვიდის ერთადერთი ადგილია, სადაც აი ნიავის დროს, ჭრჭინების ხმა, მაგრამ სოფელში ძნელია ცხოვრება. ეხლა დავსახლდი აქ და რაც დრო გადის, მით უფრო ხვდები, რომ აქ თუ არ შეიცვალა რამე. ცოდოა უბრალოდ აქ ადამიანმა რომ იცხოვროს. ამ არაჩვეულებრივ ადგილას ვერც კი ამჩნევენ ალბათ როგორ სილამაზეში ცხოვრობენ. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ესე მგონია. მე ხარს უჭერ ზაზა გოგსაძეს და თქვენც დაუჭერეთ. მერწმუნეთ რომ ნამდვილად არ შეცდებით.